მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ სტუმარს ვიქტორ ყიფიანს, რომელიც გახლავთ ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი და GeoCase-ის თავმჯდომარე. მადლობა ბატონო ირაკლი. ეს ძალიან კვალიფიციური სტუმარი ყავს, უაღრესად პატივსაცემი, უაღრესად ანალიტიკური. ხოლო პრობლემატიკა კი საჭიროებს ალბათ სწორედ ესეთ კვალიფიკაციის სტუმარს, რომ რაღაცებში კიდე გავერკვიოთ. სადაც ძალიან რთული პრობლემებია, როგორც საერთაშორისო, ასე თქვა, არენაზე და ჩვენს რეალობაშიც. ანუ ძალიან უცნაური ის არის, რომ რაღაცა რაციოს დეფიციტი თითქოს რაღაც ეპიდემიასავით არის და ამის ნაწილი ვართ თითქოს ჩვენც, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მეუცნაურება, რომ ამ რაციოს დეფიციტში ჩვენ მაინც კიდევ დაგვიწუნეს როგორც ყველაზე უფრო ირაციონალური რაღაცა რეალობა, ანუ ამის ნაწილიც კი არა ვართ, მაშინ როცა საერთაშორისო რაღაცა ინიციატივებმა გვერდი აგვიარა. ბატონო ვიქტორ, აი მოდი ჩვენ დავიწყოთ საერთაშორისო რეალობის ანალიზიდან და მინდა მოვიდეთ საქართველომდე. და დღეს მინდა რომ ანალიზი ძირითადად უფრო საქართველოს გარშემო იყოს. საქართველოს საერთაშორისო კაპიტალის გაბნევა ხო არა გვაქვს ჩვენ სახეს? თქვენ ძალიან ბატონო ირაკლი ირაციონალიზმს გვიწუნებენო, მაგრამ უფრო ისინი არ გვიწუნებენ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რატომაც გამალებული რომ ირაციონალურ იმიჯში შევიდეთ და მოვირგოთ სასწაული სურვილითა და მონდომებით. დიახ, სწორი კონსტატირება არის ფაქტის, ვანიავებთ არა მარტო გეოგრაფიული მდებარეობის კუთხით, არამედ იმ მიღწევების კუთხით, მათ შორის იმ შეცდომების კვალდაკვალ რაც ჩვენ გვქონდა, რაც ახასიათებს საქართველოს თანამედროვე ისტორიას. ეხლა არც ერთი ხელისუფლება არათუ იდეალური, არამედ ოპტიმალურთან მიახლოებულიც არ იყო, მაგრამ მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ წარსულში ვეძებოთ პოზიტივი და აღმოვაჩინოთ ის მემკვიდრეობა, რაზედაც დავაშენებთ დღევანდელობას თუ ხვალინდელ დღეს. ამიტომ ეს მიდგომაც გულწრფელად გითხრათ, როდესაც ისტორია ყოველთვის იწყება ნულიდან და შენით, ეს არის აბსოლუტურად არათუ არასერიოზული, არამედ ბნეებს სახელმწიფოებრიობას და მის აზროვნებას. არადა როგორც ეს ყოველ ხელისუფალს ეს მიდრეკილება აქვს, რომ ეს ნულოვანი წერტილი მონიშნოს და cancel culture-ი რო გვსმენია ჩვენ, ეს გააუქმოს ხო, მითო მანამდე არაფერი ყოფილა. ეს შესავალიც იმიტომ გავაკეთე, რომ 30 წელი ჩვენ ვაგროვებთ თავად თუ კარგად ამ კაპიტალს, ვიმეორებ ძალიან ბევრი შეცდომითა და ხანდახან შეცდომაზე მეტი გადაცდომითაც, ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, არის ესეთი შეცდომები, რომლებიც დანაშაულზე უფრო მეტი არისო, მაგრამ ასე თუ ისე ქვეყანა ავა თუ კარგად იმკვიდრებდა ადგილს და იკვალავდა გზას იმ რთულ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეხლა სამხრეთ კავკასია განსაკუთრებული სირთულით ალბათ არ გამოირჩევა სხვა რეგიონებთან შედარებით, მაგრამ თუ ჩვენ მაინც აი ტოპ 5 ეულს განსაზღვრავთ რთული რეგიონების, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთ 5 ეულში შევდივართ. ახსოვს ძალიან კარგად ბავშვობაში ახლო აღმოსავლეთი მაინტერესებდა და მიტაცებდა, იმიტომ რომ სხვადასხვა ნარევი არის მრავალი კონფლიქტური ინტერესის. სამხრეთ კავკასია დღეს მათ არ ჩამოურჩებათ, იმიტომ რომ აქ რელიგიური ფაქტორიც არის, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ არ გამექცეს სიტყვა გეთანხმებით შეფასებაში და განსაკუთრებით თუ ჩვენ შევხედავთ ამ თემას მცირე სახელმწიფოები, ხანდახან ასე ტერმინს ვიყენებთ ჩვენ, მაგრამ მოდით გამოვიყენოთ ტერმინი კომპაქტური სახელმწიფო, ეს ტერმინი უფრო ალბათ სწორი და გამართული არის. კომპაქტური სახელმწიფოს ხვედრი არის, რომ საკუთარ თავზე მაღლა ახდეს. ვინაიდან აი ამ კონკურენციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და იმ აღებმიწებობაში მე ხშირად ამ ტერმინსაც ვიყენებ, იმიტომ რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები მხოლოდ მოხმარებაზე არ არის, შენ ვერ იქნები მხოლოდ მომხმარებელი, თუ არ იქნები კონტრიბუტორი. და ეს სწორედ ეს 30 წელი რომ აღვნიშნეთ, ჩვენ ასე თუ ისე კონტრიბუციას ვახდენდით, ხან მოჭარბებული დოზით, ხან არც თუ ისე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით, რომ საერთოდ აი ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებია. ეს ესეთი მიდგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხა თქვენ ძალიან კორექტულად ვთქვით ირაციონალიზმზე, მაგრამ პრაქტიკულად გეოგრაფიად ვიქცეთ და ესეც ახლა არ არის დრამატული შეფასება, არამედ ჩვენ ვართ რეალურად გეოგრაფია. სხვადასხვა ინტერესების გამტარნი გეოგრაფია, ხშირად მათი წარმომავლობა ჩვენთვის ცნობილია, იმაზე ხშირად კიდევ უცნობი არის.
ეს რა თქმა უნდა ამ ვითარებაში, ამ კონკურენტულ ვითარებაში რთული რეგიონის ფაქტორის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვარგია, ჩვენ როცა დაიშალა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა პროექტები, რომლებიც გავიდა საქართველოზე, მაშინ ჩვენ გაგვიმართლა არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ახლა სიტყვა გამართლება ძალიან ალბათ არაკორექტული და არადიპლომატიური არის, მაგრამ რიგი კონფლიქტების გამო რა ჩვენს გარშემო ხდებოდა, ჩვენთანაც ხდებოდა, მაგრამ ჩვენს გარშემო ამან გარკვეულწილად საქართველოს როგორც ეს თქვა აი ჩამკეტი სახელმწიფო გამოკვეთა რეგიონში. და მაშინ ჩვენ არა მარტო ამოცემულობით, პოლიტიკაც აქტიური იყო და პროაქტიული იყო, შევძელით რომ ეს ფუნქციონალის სარგებელი როლი გამოგვეკვეთა და სულ ამას ვიმეორებ, რომ სოფლიო რუკაზე მარტო განსხვავებულ ფერში ყოფნა არ გმარა და მხოლოდ გერბისა და გიმისა და დროშის შენ უნდა კონდეს ფუნქცია, შენ უნდა კონდეს სარგებელი და სწორედ ჩვენ რო თქვით ემ აღებმიცემობაზე და ძალიან ეგოისტურ სამყაროზე თუ კონტრიბუციას არ აწარმოებ და შეიძლება შენ არ იყო კონტრიბუტორი რაღაცას მაჟორიტარი აქციების მფლობელი, მაგრამ რაღაც შენი ზონა უნდა კონდეს და საწესდებო კაპიტალში, უკეთ რო ვთქვათ. რეგიონული თემატიკის შენი ხმა და შენი აქციების თუნდაც მოგზალებული, მაგრამ რაოდენობა უნდა კონდეს. აი ბოლო პერიოდის მიდგომა და ბოლო პოლიტიკის პერიოდის პოლიტიკა აქტიურად ნებაყოფლობით უარის თქმა არის ასეთ აქტივობაზე, ასეთ აქციების ჩერაზე და ხმის უფლებაზე და ეს რა თქმა უნდა იცით ეს მხოლოდ ფუნქციონალის დაკარგვა არ არის ჩვენი მეზობლების თვალში. ეს პირველ რიგში არის საკუთარ თვალშივე, საკუთარი თავისადმი პატივისცემის განულება, ნებსი თუ უნებლიეთ. და ისევ კომპაქტური ერის თემას თუ მიუბრუნდეთ, თუ არ ხარ ამბიციური, თუ არ გაქვს ჯანსაღი ეგო და ვიმეორებ ჯანსაღი ეგო და არა ის ბოდვითი, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის, ხო? სხვაგვარად რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა და კონკურენტუნარიანობის დამკვიდრება აი ამ სამყაროში და იმ სამყაროში, რომელიც აღმოცენებადი არის და რეალურად უფრო ესე დაუნდობელ წესებს და ცინიკურ წესებს გვირდება თამაშის, უნებრივია ძალიან გაგვიჭირდება. აი ბატონო ვიქტორ, ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ, ვამგვალებ ახლა ზუსტად 30 წლის განმავლობაში ჩვენ მრავალი ასე თქვათ ილუზიური მითოსური წარმოდგენები გვქონდა მათ შორის ჩვენ შესაძლებლობებზეც, მაგრამ ამ 30 წელმა ემპირიაში გამოკვეთა ძალიან კონკრეტული ფუნქციები ჩვენი სახელმწიფოსი. რომ ეს არის ტრანზიტული ფუნქცია, რომ ეს არის ამიერკავკასიაში როგორც თქვა ძალიან ჩამკეტი, მაგრამ აზერბაიჯანის და სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო. ამ ფუნქციიდან გამომდინარე რუსეთის ინტერესიც თავისთავად ცხადია. ამ ფუნქციიდან ისევ გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შესაბამისი ინტერესებიც ცხადია, ისევ მზარდი ინტერესები ჩინეთის თუნდაც. ერთგვარად ჩამკეტ ფუნქციას ასრულებს ისევ ირანის იზოლაცია, მაგრამ ხვალ არ ვიცით რა დღე გათენდება, ხო? ახლა მისი ჭყალებში ჰიპოთეტურად რო დავუშვათ დემოკრატიზაციის შემთხვევაში მთლიანად კიდევ სხვა რებრენდინგი ხდება მთელი რეგიონის და ჩვენ აქ ამ რეალობაში თუ კი არ დავხვდით მომზადებული საერთოდ რა ფუნქცია გვექნება, ეს არ ვიცი ახლა ძალიან რთული წარმოსადგენია და ამ ფუნქციის მიზან მიმართული დემონტაჟი მიმდინარეობს. აი მიზან მიმართული, აი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერთგვარი ძალისხმევა, რომ გამომდინარე საქართველოს აი ესეთი პოლიტიკისა, ამერიკის შეერთებული შტატები იგნორირებას უკეთებს საქართველოს აი ამ პოლიტიკას, არ მიყვება და ცდილობს რაღაცა ერთგვარი სტრატეგიული ურთიერთობები დაალაგდეს სომხეთის და აზერბაიჯანის შორის და ჩვენ აგვიაროს რაღაცებმა პირობითად გვერდი. აი ჩვენ გამომდინარე იმ რეალობიდან, რასაც ჩვენ ვკითხულობთ. მე გეკითხებით, რას ვაშენებთ? ესეთი ვთქვათ, ბატონო ირაკლი, ის რომ განმარტოთ ეს ჩამკეტი ფუნქცია არ იყო მხოლოდ ერთადერთი, რაც ჩვენ გამოგვარჩევდა. და გამოგვარჩევდა იმ ხრივ, რომ ეს ესე ვთქვათ პროექტები გასულიყო საქართველოს გავლით და ჩვენ ფაქტიურად ამ პროექტების გავლით ერთგვარი სავიზიტო ბარათი ვიპოვეთ. საჩვენოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩამოიშალა საბჭოთა კავშირი და უმეტესი სამყაროსთვის ეს პოსტსაბჭოური რესპუბლიკები უცნობი წარმონაქმნი იყო, ბუნებრივია ყველას რაღაც თავისი იდენტიფიკატორი უნდა ეპოვნა.
და მაშინ მოხდა ისე როგორც მოხდა, რომ აი ამ პროექტებმა ჩვენ ასეთი იდენტიფიკატორის ფუნქცია მოგვანიშნა და გავეცანით სამყაროს, გავეცანით პირველ რიგში ამით, თორე ახლა როგორც სახელმწიფო მაშინაც დიდად სასატრაბახოთ ჩვენი სახელმწიფოს გამართულების კუთხით არაფერი გქონდა. მაგრამ ჩვენ ასევე გამორჩეული ვიყავით ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვა ნიშნებითაც, რომ ჩვენ გარკვეულწილად რეგიონში ხელს უწყობდით დასავლური პოლიტიკური ცივილიზაციის პროექცირებას. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, რაც ქვეყანა მიიტვირთა. და ეს ფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული და გააზრებული ვალდებულება, რა ჩვენ თავზე ავიღეთ. ვინაიდან ჩვენ ვიყავით და ესაც ვართ მეტად სპეციფიკურ სარტყელში დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების და ესა თქმა უნდა ერთგვარი ეს ვთქვათ ბაირაღი იყო, რომელიც ჩვენ ავიტაცეთ. და შესაბამისად მე ხშირად როცა დასავლელ დიპლომატებს ვესაუბრები, მათ შორის იმასაც ვეუბნები, რომ აი საქართველოს кейსი არ იყო და არ არის არც ახლა მხოლოდ ქართული кейსი, არამედ ეს არის ჩვენი საერთო кейსი, ვინაიდან ქართული სახელმწიფოს წარმატება, მისი რბილი ძალის პროექცირება, ის როგორც სადემონსტრაციო ფანჯარა რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის, უშუალო რეგიონში თუ რეგიონის მიღმა მათ შორის დასავლური ტესტის წარმატებულობის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ეს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი, რაც ჩვენ გამოგვარჩევდა. და კიდევ რაც ჩვენ გამოგვარჩევდა ახლა ეს გეოპოლიტიკის წყალობით იყო თუ აი ამ დასავლური პოლიტიკური თუ არა მარტო პოლიტიკური ინვესტიციების ხარჯზე, რომ ჩვენ გამორჩეული ვიყავით დემოკრატიის შედარებით მაღალი ხარისხით. ისე ვინ დათქმით, რომ რა თქმა უნდა ახლა არც ერთი ჩვენგანი არ დაამტკიცებს და არც მენელი ისე მიიღებს, რომ ჩვენ პრეტენზია გვქონდა, ხო, მაგრამ გამორჩეული ვიყავით შედარებით და ესეც რა თქმა უნდა ჩვენ გამოგვარჩევდა ამდენად არა მარტო ინფრასტრუქტურა როგორც ასეთი, რომელიც აი სავიზდობარათად იქცა, არამედ საკუთრივ ქართული შიდა პოლიტიკური ცხოვრების დინება, მისი ბუნება, მისი არსი იყო უფრო დაწინაურებული და ეხლა ამ დაწინაურებას რაც შეეხება და აი ბოლო პერიოდის საკითხებს, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ერთი მოცემულობიდან მეორეში აღმოჩნდით, ეს ერთი იმოცემულობაზე რო ვისაუბროთ, როცა თქვით, რომ აი კომპაქტური ერის ხვედრი, განსაკუთრებით ისეთი როგორი ჩვენია, ჩვენ თუ არ ვიქენით, ესეთ როგორ არის, შეიძლება ამასაც ვიმეორებ, რომ სანახევროდ ჩვენ როგორც დემოკრატია ვერ ვივარგებთ, სანახევროდ როგორც თავისუფალი ქვეყანა ვერ ვივარგებთ, სანახევროდ ღია ქვეყანა ჩვენ არ უნდა ვიყოთ, ან დემოკრატია უნდა ვიყოთ, ან არ უნდა ვიყოთ, ან თავისუფალი ხალხი უნდა ვიყოთ, ან არათავისუფალი, რაღაც შუაში ვერ ვიქნებით. და მით უმეტეს ამ შუაში ყოფნის საზომს ვერავინ ვერ გასასწრებს. და თანდათანობით უკუსვა მოხდა სწორედ ისე, რომ დაიწყო აი ამ მხრივ დოზირება მოხდა დაიწყო ძალიან უცნაური, ეს ვთქვათ, საზომითა და რაღაც ჩვენთვის გაუგებარი მეთოდოლოგიით, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს დოზირებაც ფაქტიურად უკვე არ ხდება და თუ ჩვენ ვთქვათ წინა წელი ხაპირობითად რო დავყოთ ქვეყანაში ეს ორი დინება, დემოკრატიული და არადემოკრატიული, ასე თუ ისე აიმით დამთავრდა, ჩვენ რა თქმა უნდა მოწმენი გავხდით არაერთი ნეგატიური პროცესის, მაგრამ ის არადემოკრატიული, არათავისუფალი რეპრესიული პროცესი მაინც ბოლოში ვერ გავიდა. წლევანდელი წელი იქნება მეტად პრინციპული, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ტემს ეს პროცესი იგრებს, ის უკვე შუაგზაში ვერ გაჩერდება, აი non-return, ანუ უკან მიუბრუნებლობის წერტილი უკვე გავლილი არის და აი წლევანდელი წელი ამიტომაც ძალიან პრინციპული იქნება მაგ მხრივ, რომ ან ისე იქნება უკვე, ან ასე იქნება და ეს თქვათ ეს სანახევრო შედეგი ვერ იქნება და არის ახლა რამდენად თქვათ გავეცი თქვენ კითხვას პასუხი, მაგრამ აი ასეთ მეტად სევდიან რეალობაში მოვეკეცით ჩვენ და აი გეოგრაფია, ამიტომ ვამბობ რა, რომ გეოგრაფია ჩვენ არა გვაქვს უფლება ფუფუნება ვიყოთ გეოგრაფიად, ჩვენ ან უნდა ვიყოთ გამართული სახელმწიფო, გამართული ინსტიტუციური მართვით, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ჩვენი სწორედ აი სავიზდობარათის თემა რო გავაგრძელოთ, სავიზდობარათი მით უმეტეს აი არანორმალურ და შეშლილ სამყაროში, ან უბრალოდ სადღაც ჩვენ რაღაც ეს თქვათ სხვა
სხვა მანტიასა და სხვა როლს ვერ მოვირგებთ ჩვენ სამისოთ არც რესურსი გვაქვს საკმარისი არც სამხედრო პოტენციალი ჩვენი ერთადერთი რესურსი შეიძლება იყოს თავისუფალი ადამიანი და თავისუფალ ადამიანთა ერთობა და ეხლა რამდენადაც ეს შეიძლება ზოგიერთს არ მოეჩვენოს პათეტიკად მე მართლა მწამს რომ ამაში არის იმიტომ რომ თავისთავად ეს ხო არ არის თვითმიზანი სწორედ ასე თავისუფლებაში არის უკვე სამეწარმეო თავისუფლებაც აღმოცენდება შემოქმედებითიც და ასე შემდეგ ამიტომ აი როდესაც საქართველოში ჩამოვა ადამიანი ჩვენი უშუალო სამეზობლო იქნება თუ არა მარტო ან თავი უნდა იგზნოს რომ მოხვდა თავისუფლების ლაბორატორიაში სადაც ერთადერთი შეზღუდვა რაც არის ეს არის სამართლით დაწესებული შეზღუდვა და შეიძლება ეს იყოს შენი შინაგანი ცენზურით მაგრამ არა ვინმეს მიერ რაიმეს მიერ და რაღაცის მიერ აი ყველაზე უცნაური ჩვენს აი ამ რეალობაში კიდევ რაც მეჩვენება ბატონო ვიქტორ გახლავთ ის რომ აი ეს განიავება რომელიც ჩვენ ვახსენეთ ან კომპრომისი ჩვენს დემოკრატიასთან თუ ჩვენს მომავალთან რაც სახეზეა კერძოდ აი რაში გაიცვალა აი ეს არის ძალიან უცნაური იმიტომ რომ ამ მოვლენათა ერთგვარი რაციონალიზაცია არის საკმაოდ რთული თუნდაც მეზობლებისთვის ისინიც აი მათ კონტექსტში საქართველოს საკმაოდ ეს ზედაპირულად საზღვათაშორისოდ იქნა ნახსენები რომ ჯერჯერობით საქართველოზე გადის მაგრამ ესენი გაივლის და უშუალოდ აზერბაიჯანს სომხეთის მიმართულებით აი ამ საზღვათაშორისო ნათქვამში თან უმაღლეს დიპლომატიურ ენაზე ამას კიდე სხვა კონოტაცია აქვს ალბათ და აი რაში გაიცვალა იმიტომ რომ თუნდაც ეს იყოს კონკრეტულად კოლაბორაცია ამ კოლაბორაციის კონკრეტული გასვლა რაში მდგომარეობს ჩემთვის ეს არის გაუგებრაებული აი მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში რო გქონდა ჩვენ მიშის მთავრობა ეს კოლაბორაციის გასვლა ალბათ თანამშრომლობა ისე ხო რა ვიცი მოდი რა ნუ დაანგრევთ პარიზს აქ ეს საფრთხე რა არის რაშიც იცვლება აი ესეთი აბსოლუტურად ირაციონალური პოლიტიკური კონსტრუქციის მშენებლობა ეხლა ძალიან ისეთი შეიძლება უხერხული ანალოგიები მომდის თავში მაგრამ აი ხანდახან ეკონომიკურ ნაშრომებში არის ესეთი თეზა რომ ოდნავი კორუფცია ხომ არ უცხობს ხომ არ შეიძლება იყოს თქვა ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი ხარ შეიძლება იყოს რა თქმა უნდა შეიძლება ეს ძალიან საკამათო აზრი არის მაგრამ უბრალოდ მინდა თანდათანობით მოვიდე თქვენს კითხვამდე რაში რას ვცვლით და აი ვცადოთ რომ აი ვიპოვოთ აი რატო ხდება ის სანაცვლოდ და რის ხარჯზე ან ვიცი ხანდახან შეიძლება ოკუპანტი წინატრო იმიტომ რომ მან გარკვეული მემკვიდრეობა დაგიტოვოს ახლა ინდოეთი უზარმაზარი ქვეყანა არის მაგრამ ერთ-ერთი ორი გარემოება მათ შორის ათომაც ნახტომი მოახდინა ეს ინგლისური ენა როგორც ლინგვა ფრანკა და ინგლისური საერთო სამართლის წევრი ქვეყანა არის რომელიც ასევე ნუ თქვა გარკვეულწილად ტრიგერი არის და ხელშემწყობი ბიზნესი განვითარების მოკლედ შეიძლება რაღაც აიტანო ადამიანმა და რაღაც გასაჭირს თვალი გაუსწორო თუ იცი რომ რაღაც შედეგზე გახვალ და ამის სანაცვლოდ მიიღებ ჩვენ ვართ მეტად უცნაურ ვითარებაში იმიტომ რომ რეალურად დომინანტი ქვეყანა რომლის გვერდ ვიმყოფებით ცივილიზაციურად არანაირ სიკეთეს არ გვპირდება არც ისტორიულად გვპირდებოდა და არც ახლა გვპირდება უფრო მეტიც მართვის სტილი რომლის მოწმენი ჩვენ საქართველოში ვართ აი დღე არ გადის ფაქტიურად უკვე რომ არ მოვისმინოთ იმაზე რომ კანონთან სულმცირე მწვავად არიან ხო ამდენად რას ემსახურება ეს ყველაფერი თუ არა ერთი მთავარი მიზანი ვერ გეტყვით მაგრამ ადამიანური ინსტინქტის დაკმაყოფილებას ეს არის მომხვეჭელობა სიხარბე აი ეხლა ეს მომხვეჭელობა და სიხარბე უკავშირდება თუ არა რაიმე გეოპოლიტიკურ ბიზნესს თუ ამოცანებს მტკიცებით საუბარი რა თქმა უნდა ამაზე ეხლა ძალიან რთული არის მაგრამ ის ფონი რასაც ჩვენ ვხედავთ ის სულისკვეთება რასაც ჩვენ ვხედავთ რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო ფიქრებს აღძრავს ჩვენში და ჩემ და სამწუხაროდ ვერ გავურბივარ იმის მოლოდინს რომ დღეს თუ ხვალ თუ ზეგ ისტორია ამხრივ ჩვენ არც თუ სასიამოვნო ფაქტებსა და მაგალითებს დაგვიდებს წინ ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მით უმეტეს რომ
აი თუნდაც ის თეზა მე რაც თქვი რომ რაც საქართველოში ხდება ეს არ არის მხოლოდ ქართული ამბავი არამედ მისი მნიშვნელობა მისი დატვირთვა და მისი არსი გაცილებით უფრო მეტი არის და სწორედ ამით ვცდილობთ ჩვენ მათ შორის ჩვენი პარტნიორების უკვე აღარ ვიცი როგორ უწოდე ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების ჩვენი ჩემი თქვენი და ჩვენი მაყურებლის პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესი ჯერ კიდევ შევინარჩუნოთ და აქაც ამოვიღოთ აი ამით ვცდილობთ მაგრამ როცა ამას ჩვენ ვამბობთ ესე იგი იმთავითვე დაშვება არის რომ ის რაც ხდება ჩვენთან ეს არ არის მხოლოდ კორუფციის საკითხი ეს არ არის მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციის არასწორად შევსების არამედ ამის უკან კიდევ რაღაც სხვა დგას და ეს სხვა მათ შორის არის ის რომ როდესაც ხდება ინსტიტუტების ასე ჩამოშლა და პრაქტიკულად ჩვენ იმაშიც არ გაგვიმართლა რომ ჩვენ ხო რეალურად ერთპარტიული მართლობაც არ გვაქვს იმიტომ რომ აი ერთპარტიულ მართლობასაც გამართლება სჭირდება იმიტომ რომ პარტიასაც როგორც პარტიულ სუბიექტს პოლიტიკურ სუბიექტს გარკვეული იერარქია აქვს დისციპლინა აქვს წესები პროტოკოლი რეგლამენტი ამ შემთხვევაში ჩვენ პარტიულ ინტერესებს არ ვსაუბრობთ არამედ ნაერთი არის სხვადასხვა ინტერესებისა ნაწილობრივ პარტიული ნაწილობრივ საქმიანი ნაწილობრივ კრიმინალური ნაწილობრივ გეოპოლიტიკური ფულის და ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს და ეხლა ამის სახელი შეიძლება ჩვენ ავიც შეიძლება ლიტერატურიდან ვიპოვოთ და ვთქვათ სინდიკატი ვთქვათ რაღაც აი ნაერთი რაღაც მონსტრი რომელიც პრაქტიკულად ებრძვის მთავარს სახელმწიფოს კონკურენტ უნარიანობას მის პერსპექტიულობას და ჩვენ თუ ასე გავაგზავნეთ ახლა კალთას ჩვენ არავინ არ ჩაგვახევს და არც ჩამოგვახევს და სამყარო ჩვენ წინაშე ვალდებული არ არის რომ კიდე თუ არა გეოპოლიტიკური ძიძობა გაგვიწიოს იმიტომ რომ ხედავთ რომ დიდი სახელმწიფოებით დაწყებული საშუალო სახელმწიფოებით გაგზელებული ყველა საკმაოდ ეგოისტი გახდა და ამ ეგოიზმს უკვე აღარს მალავენ და ახლა თუ ჩვენ ასე გავაგზავნეთ და ასეთი გამალებული ტემპით რა თქმა უნდა ჩვენთან ჩვენ წინაშე ვალში არავინ არ იქნება მაგრამ აი კიდევ ერთხელ რაც შეეხება აი მოტივებს და რაც შეეხება აი რა არის განზრახვა აი ამის უკან რაც უფრო ღრმად შევდივარ ჩვენ პროცესში რა თქმა უნდა უფრო და უფრო მეტად უსიამოვნო ეჭვებსა და ვარაუდებს აღზრავს ეს ჩვენში თან ამ ყველაფერს ხელს უწყობს და მე ახლა მე მაბადიეთ ახლა მე მაინც ისიც არ მინდა იცით რაღაც აი პროფესიულ იმაში გადავიდე სტერეოტიპებში რა თქმა უნდა ახლა არის უდანაშაულობის პრეზუმპცია და ასე შემდეგ მაგრამ და ამიტომ აი ასეთი ტერმინებითაც არ მინდა ხშირად ოპერირება მოღალატე აი როგორც ჩვენ ხშირად გვამკობენ ასე ერთი ხელის მოსმით იმიტომ რომ წესს ისინი არ ცნობენ და სამართალს და ნორმას და ესა მაგრამ და ამიტომაც არ მინდა იგივეთი პასუხობდე თუმცა შინაარსობრივად და არსობრივად რაც კეთდება და შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ მითითებით მაგრამ თვითონ ობიექტურად ზოგიერთი და არც თუ მხოლოდ ცალკეულ პირთა მოქმედება ყველა თავისი ობიექტური ნიშნა და გამოვლინებით სწორედ იმ შინაარსს ადარებს რა შინაარსი და ჩვენ გვამგვაბენ აქეთ კი ბატონო თან ამ ყველაფერს ხელს უწყობს რაღაცა ძალიან უცნაური დამთხოვა თუ რაღაცა ნაწილი ვართ უკვე ახლა რაღაცა დიდი საკაცობრიო ახალი ერის დამკვიდრების თუ ახალი ცვლილების დამკვიდრების რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს რაღაცა წესრიგის შეცვლის მცდელობა ორი სამყაროს თითქოს დამკვიდრების მცდელობა რაღაცა პოსტ სიმართლის ასე ვთქვათ რეალობაში ვართ რომ სიმართლე პრაქტიკულად ობიექტური არ არის სუბიექტურია იმის მიხედვით განიმარტება ვინც უფრო ძლიერი არის და აი რატომ არის რუსეთი ოკუპანტი ამაზე ობიექტურად შეგვეძლო გვემშელა რა ვიცი 10 წლის წინ ახლა კიდევ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პირიდან რაღაცა სხვა ინტერპრეტაციებით შეიძლება მოვისმინოთ და აი ამ სუბიექტურ განმარტებებშიც ჩვენს რაღაცნაირად ზუსტად იგივე ენაზე მეტყველებთ რაღაცა მე ასეთი შთაბეჭდილება მექნება აი თქვენ გლობალურად როგორ შეაფასებთ ახლა ამჯერად მინდა უფრო აი საკაცობრიო პროცესის კომენტარი მინდა გთხოვოთ ანუ მინდა სოციოლოგიურად ეს რა მოვლენა არის როცა კონსენსუსი ისტორიული კონსენსუსი რაღაცა მორალურ პრინციპებზე დემოკრატიულ პრინციპებზე ღირებულებებზე რომელიც დასავლური ცივილიზაციით არის აღნიშნული აი ჩანაცვლებულია არა უბრალოდ ისეთი პოლიტიკური რეალიზმის რაღაცა ტერმინებით ხო
რომელიც ასევე დასავლური სკოლის ნაწილი არის. არამედ რაღაცა უფრო феოდალური ტიპის რაღაცა წესრიგებით, აი феოდალური ტიპის განმარტებებით. ეხლა ესეთი შედარება მომივიდა აზრად თავში ბატონო ირაკლი. ესე იგი, ჩემს ერთი ის სამყარო, რომელიც ფორმირდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გამოირჩევა ცივი ომის სახელით პირობითად ჩვენ პირობითად არა შეთანხმებული ვართ ისტორიულად რომ დასავლური სამყარო მისდევდა გარკვეულ იდეალებს დემოკრატიის და სხვა. ახლა ვიცით ჩვენ მაშინდელი ისტორიის არაერთი ღია თუ ფარული ფურცელი, როდესაც ეს იდეალები ხშირად ეწირებოდა მეტად კონიუნქტურულ მოსაზრებებსა და ამოცანებს, მაგრამ აი შედარება რომელიც ახლა ეს დამებადა თავში და მაშინდელი სამყაროს რა თქმა უნდა სარგებელზე იყო მორგებული, მაგრამ მაშინ თუ ამ განზრახვისა და მოტივის, ასე ვთქვათ, შეფუთვა მაინც ხდებოდა მორიდებულად გარკვეულ იდეოლოგიურ საფარველში, დღეს ეს სარგებელის მოტივი არის გაცხადებული. ანუ ის რაც მაშინ ითვლებოდა უსწორობად, ეხლა ეს უსწორობა მკვიდრდება როგორც სწორი, აბსოლუტურად ნორმალური მიდგომა. აი ეს არის ალბათ ის მეტამორფოზა, რომელიც გამოარჩევს ამ დროს იმ დროისგან. ეს ერთი საკითხი. როცა ჩვენ საუბრობთ ასე ვთქვათ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. აი ხაც გამოვიდა პირველ რიგში პირველ პლანზე გამოდის ის რომ ეს ინსტინქტები, რომელიც მიმართული არის კონკრეტული სარგებლის მიღებისკენ, ამის დეკლარირება ხდება დაუფარავად და შესაბამისად საშუალებები და მიზნების და მეთოდების გამოიყენება ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი ეს ვთქვათ აი რევერანსების გარეშე. ეს ერთი, მეორე თვითონ სახელმწიფო და ინსტიტუციური მართვის არსიც იცვლება და მათ შორის დასავლეთშიც. ახლა აქტიურად ტრამპმა ჩვენ შემოგვთავაზა, შეგვიყვანა იდეალური შტორმის პირობებში, რომ და ახლა ეს იდეალური შტორმი ბჭყალებში რა თქმა უნდა გამოიხატება იმით, რომ ჯერ თვითონ დასავლური ფორმაცია განიცდის საკმაოდ რბილად რო ვთქვათ დიდ ცვლილებებს. მერე თვითონ ინსტიტუციური მოწყობა, რომ აი ინსტიტუტები კი ინსტიტუტებად და ჯერჯერობით რა თქმა უნდა ამერიკაშიც კი ინსტიტუტები რჩება მოწოდების დონეზე, მაგრამ როგორ კონკურენციაში შევიდნენ ინსტიტუტები, ასე მოკლედ ვთქვათ პოლიტიკის ინსტიტუციური ქმნა, ასე უფრო აჯობებს როგორ კონკურენციაში შევიდა ტექნოელიტებთან. და ეს უკვე ამაზე ბევრი საუბარი მიდის, რომ ეს სარგებელი ტექნოელიტა და ხშირად აი ამ სარგებლისკენ მიმავალ გზაზე ფორმალური ზღუდეების ჩახსნა როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას. ესეც არის, თქვათ, ერთ-ერთი ტენდენცია, რაც თანამედროვე მსოფლიოს ახასიათებს. ამასთანავე მეტად უხერხული განცხადებები, რაც ჩვენ ხშირად გვესმის დასავლელი ლიდერების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ახლა, რა თქმა უნდა, ახლა განჭვრეტად მომავალში მე გამოვრიცხავ იმას, რომ საფრანგეთი ან ინგლისი ან რომელიმე სხვა იქცე ჩრდილოეთ კორეად, მაგრამ სისტემათა კონვერგენციაც ხდება გარკვეულწილად. სისტემათა კონვერგენციის კუთხით აი ეს კაფიო გამყოფი ზოლი რო აქეთ თეთრია და იქეთ შავია, უკვე აღარ არსებობს და ბევრი შუალედური ფერი არის. გარკვეულწილად ეს კონვერგენცია სწორედ ამაშიც დაახლოება, ისინი ერთმანეთისკენ მოძრაობენ. ალბათ ეს მოძრაობაც მათ შორის განაპირობა მანაც რომ განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ გავაკეთებ თქვენი ეთერის მეშვეობით რომ საკუთრივ დასავლურ ცივილიზაციაში დაგროვდა ბევრი პრობლემა გამოწვევა რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ინსტიტუციური საქმის წარმოებით ბიუროკრატიის პროტოკოლების მკაცრი დაცვით გახდა შეუძლებელი. ამიტომაც ერთ-ერთი თქვათ ფენომენი რაც ამოვიდა სტრონგმენი ხო ძლიერი კაცის რომელსაც შეუძლია აი ამ საკითხების გადაწყვეტა და ტრამპის ფენომენი ხა ტრამპი ხო თავისთავად არ წარმოიშვა ის წარმოქმნა გარკვეულმა პროცესებმა მოვლენებმა რაც შეერთებული შტატების წიაღში მიმდინარეობდა. აი ეს არის ალბათ ის პროცესები რასაც ჩვენ მათ შორის უნდა გავუსწოროთ თვალი და ყველაზე ცუდი არის ის რომ აი სწორედ მაშინ როცა ჩვენ ყველაზე მეტად ვჭირდებოდა დასავლეთი იმ წარმოდგენით როგორც ჩვენ წარმოგვედგინა ბავშვობაში და მე ნოფსასახში აი ეს დასავლეთი უკვე იმ დასავლურ ასე ვთქვათ სისტემას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად ჩვენ აღმოჩნდით აბსოლუტურად სხვა რეალობაში, როდესაც მიდის ახალი თუნდაც აი რეგიონში ან ევრაზიის სამხრეთ ფლანგზე მიდის ახალი ზონასწორობის წერტილის მოძებნა
და ამ შემთხვევაში მარტო იდეალებისადმი აპელირებით, მარტო პრინციპებისადმი აპელირებით ჩვენ ვეღარ მოვახდენთ. ვეღარ გავალთ ფონს. ესე იგი საჭირო არის რაღაც განსხვავებული და ეს განსხვავებული ჩვენ ვთქვით, რომ ესე იგი შენ უნდა იყო რაღაცის შემტანი. აბსოლუტურად. რაღაცა უნდა შექონდეს, რაღაც ღირებულება, რაღაც ფასეულობა უნდა ქონდეს. ძალიან პრაქტიკული თან. მაშინ შეგვამჩნევი. მაშინ ხო და ამ ხრივათაც რა თქმა უნდა ნუ იტყვის რა რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ რაც ხდება ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და იქ ირანის თემა რომ ჩვენ ამ ხრივ რესურსი არ აქვს რა თქმა უნდა ჩვენ რესურსი გვაქვს მაგრამ ამ რესურსს უნდა დასახელება ამ რესურსს უნდა აღმოჩენა ამ რესურსს უნდა დამუშავება და მე მიტანა და მის ამოქმედებაზე საუბარი და მიმტანი არავინ არ არის ჩვენი მხრიდან ეხლა ეს ამაში არის კიდევ თქვა ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენი რომ რეალურად აი კომუნიცირების კუთხით პარტნიორობის კუთხით, აი მიყვარს ეს სიტყვა, ესეთი ინტერლოკუტორი, რომელიც უფრო მეტი არის ვიდრე აი შენ, ესე იგი ჩვენ სამწუხაროდ არ წარმოვადგენთ აი ამ ახალ პოლიტიკურ პარადიგმაში არ წარმოვადგენთ ვიზავის. შეიძლება ვიზავი იყოს ცუდი, შეიძლება იყოს არაკომპეტენტურიც და არც ეს გვაკლია ჩვენ, მაგრამ საერთოდ როცა ვიზავის არ წარმოადგენ, ეს ალბათ აბსოლუტურად ახალი ფენომენი არის, თუნდაც აი ამ ძალიან турბულენტური თანამედროვე ისტორიის გადმოსახედიდან. აი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩვენ ხომ დანამდვილებით შეგვეძლო აგვეხო გარკვეული რაღაცა დიპლომატიური ჟესტი, გარკვეული დიპლომატიური კაპიტალის მოგროვების თვალსაზრისით, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როცა ორი ლიდერი ერთმანეთს ხვდებოდა, მე ვერ ვხედავ ვერავითარ წინააღმდეგობას, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, რომ იქვე ყოფილიყო საქართველოს ლიდერიც. მაგრამ აი ეს ინიციატივაც რომ არ არსებობს, აი მოკრძალებული დამოკიდებულება, აი როგორი ესეთი ანდაზა გვაქვს ხო ჩვენ. ანუ კარგი ადამიანია, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ჩვენთან არის შეტრიალებული თითქოს. აი ჩვენთან დიდები და იქ კიდე პატარები. აი ეს მოკრძალებული, ეს აი როგორ ახსნით ამას? ეს არაკვალიფიციურობა, ეს სტრატეგიის უკან დახევა, სტრატეგიის არ ქონა, თუ რაღაცა აი ერთგვარი საერთაშორისო კონიუნქტურაზე მორგება, რომელიც აწყობს და უშუალოდ რაღაცა ძალებს, რომ ესე გამოთიშული იყოს და აი ამ თამაშების პრინციპებით თამაში. აქაც ხო რაღაც სარგებელი უნდა იყოს, მაგრამ ესეც არ აჩანს. ამერაკლი თუ მეხსიერება არ ღალატოს, არაბახის მეორე ომი დაიწყო 2020-ში. თუ მეხსიერება არ ღალატოს, იგი პირველი იყო 90-იანებში, მეორე და მე დასვინთი ეტაპი, როდესაც ესე იგი მოხდა, არაბახის დედაქალაქზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენა და შესაბამისად სტეპანაკერტი იქცა ჰანკენდით. 2020-ში მახსოვს კარგად საქართველოს უსაფრთხოების უშუალოების საბჭომ უსაფრთხოების საბჭო ერქვა, აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტიც იმდენად ის არის ვთქვათ გაუქმებული არის პრაქტიკულად რომ აკა ჩვენ სახელიც კი არ გამახსენდა ზუსტად. მაშინ გააკეთა ერთი ძალიან სწორი განცხადება, როდესაც თქვენი 3 ოქტომბრით იყო დათარიღებული თუ მეხსიერება არ მღალატობს, როცა თქვა რომ, პირველი თქვა რომ ჩვენ ეს სიტყვა არ იყო გამოყენებული equidistance, ანუ თანაბარი დისტანცირების პოლიტიკას ვამჯობინებთ, იმიტომ რომ ორივე ჩვენთვის ძვირფასი მეზობელი არის და ორივე ჩვენი პარტნიორი არის. იმ დროისთვის მართალია ამ პარტნიორობის ხარისხი ოდნავ განსხვავებული იყო, აზერბაიჯანი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო სომხეთი უბრალოდ პარტნიორი და მერე დაწინაურდა სტატუსში, მაგრამ ახლა ამას აბსოლუტურად არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ მაშინ შევთავაზეთ თბილისი როგორც პლატფორმა ლიდერების შესახვედრად. რატო თქვი ეს, რატო გავაკეთე შესავალი, ეს ხდებოდა 2020-ში. შემდეგ ამას მოყვა უკრაინაში ომი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ სახე კი არა შინაარსის ცვლილებაზე, რაც ქართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხდება, ფაქტიურად უკრაინის ომის ფონზე ჩვენ თანდათანობით მივედით იქამდე, რომ ჩვენ ავტონომიურობა დავკარგეთ ჩვენი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ნების გამოხატვისას. ამდენად აი ჩვენ რასაც ახლა მე და თქვენ განვიხილავთ ამ საუბარში, რომ
როლი, ფუნქცია, როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს ყველაფერი შესაძლებელი არის ერთი მთავარი პირობით. რომ გარდა იმისა, რომ კონდეს კომპეტენცია და კვალიფიკაცია და ასე შემდეგ და საკადრო პოლიტიკა იყოს, შენ ავტონომიური უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს ასევე ვარაუდი და არც თუ დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომ დღეს საქართველოს მათ შორის საგარეო პოლიტიკას ასეთი ავტონომიურობა უკვე არ აქვს. ამიტომ როცა ჩვენ ავტონომიურობის არარსებობაზე ვსაუბრობთ, ამ პირობებში ბუნებრივია რაიმე ინიციატივაზე საუბარი სამეზობლოსთან მიმართებაში ან რომელიმე სხვა საკითხებთან მიმართებაში, უბრალოდ აბსოლუტურად ფუჭი მოლოდინი არის. Nამდენად ამ ავტონომიურობის აღდგენა, რომელიც პირველ რიგში გავა იმაზე, რომ ჩვენ გეოგრაფიიდან დაუბრუნდეთ ქვეყანას და მე ქვეყნიდან უკვე აღადგინოთ და ავაშენოთ კონკურენტუნარიანი სახელმწიფო, ალბათ ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ ჯერ იცით აი შინაარსობრივად უნდა შევივსოთ, ჯერ საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და მას შემდეგ რაც საშინაო დავალებაში დავლაგდებით და მოწინავენი გავხდებით, მერე შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ ან პარალელურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის გარეშე რაიმე ამბიციაზე რეგიონში ან რეგიონის მიღმა საუბარი აბსოლუტურად ზედმეტი არის, თორე სხვაგვარად ახლა ჩვენ ქართველები ძალიან უცნაური ხალხი ვართ, იმიტომაც რომ რაღაც შეფასებას ვაძლევთ დიდ მოვლენას და დიდ ფაქტს ან დიდ რაღაც კატეგორიას, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ აიმე ვინმეს არ ვაწყენინოთ, არა და ეს ზღვარი უნდა გადავლახოთ აუცილებლად. ეხლა როცა მე ეს შესავალი გავაკეთე, მინდოდა მეთქვა ესეთი რამ, რომ აი ხვალ რო ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავდეს. ვიგზნობთ მის დანაგლის, ან ჩვენ რო ხვალ თავდაცვის სამინისტრო არ გვყავდეს, ვიგზნობთ მის დანაგლის, ან რა ვიცი, რომელიმე ან ეკონომიკის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ რეალურად ეს უწყებები დღეს არის ნომინალურად არსებული და იმიტომაც მოვიბოდიშე, რომ სანამ ამას ვიტყოდი გამახსენდა, რამდენი თავდადებული კიდევ პატრიოტი მუშაობს იქაც და იქაც, მაგრამ ადამიანთა ერთობა თუ კრებული და უბრალოდ აი მექანიკური კრებული, რომ ერთ ქვეშ არიან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქმედითი ინსტიტუტი. ეს ქმედითი ინსტიტუტი განასახიერებს ქმედით სახელმწიფოს. ამიტომაც მოვიბოდიშე, თუმცა იქვე თქვი რა, რომ უკვე მობოდიშებებით. ამ ეს თქვა აი რევერანსებით საუბარი უკვე აღარ არის მისაღები. აი საშინაო დავალება ახსენეთ და ახლა მინდა სწორედ ამას შევეხო. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის დაძლევის ასევე ჯიუტი პოლიტიკა, რომ როგორღაც ეს კრიზისი დაძლეული იყოს უბრალოდ დათრგუნვით. ამ დათრგუნვის ნაწილია ახლა თქვენ როგორ აფასებთ აი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები. ერთხელ ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ რასაც ჩვენ ხელისუფლებას ვუწოდებთ, თუმცა ეს არ არის ხელისუფლება კლასიკური გაგებით, ესეც თქვით ჩვენ საუბარში, რომ ეს არც პარტიული არის, არც პოლიტიკური, არამედ რაღაც ყველაფერი ერთად არის და ერთმანეთში აზელილი რაღაც თქვა absolut გაუგებარი სამორფული წარმონაქმნი არის. თქვი რომ აი ეშინია ბევრი რამის ქვეყანაში, ეშინია ანგარიშვალდებულების, ღიაობის, სამართლიანი არჩევნების, სამართლის უზენაესობის და ამ შემდეგ, მაგრამ მე თქვი რომ თავარი ვის ეშინია წოდნის. და ეს შემთხვევით არ ვთქვი, იმიტომ რომ იმდენად დეგრადირდა სამწუხაროდ, თან ამას მართლა სამწუხაროდ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ხო რეალურად ეს ხალხი დღეს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას ქვეყნის გარეთ. ყველასთან არა და მათთვის ასურველი ხარისხით არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ფორმალურად ხო ამ იმას სტატუსს ატარებენ. და ეშინიათ წოდნის და აი ოცნების ფორმაციასაც რო გადავხედოთ 2012 წლიდან მოყოლებული დღის ჩათვლით. ამ ფორმაცია მოწყო გარკვეული ევოლუცია განიცადა, ოღონ ევოლუცია დაღმასვლით და არ აღმასვლით და მთავარი ერთ-ერთი განმასხვავებელი ამ დაღმასვლისა იყო ცოდნის, კომპეტენციის და კვალიფიკაციის აი ფორმაციიდან ფორმაციამდე, საფეხურიდან საფეხურამდე, ეტაპიდან ეტაპამდე კლება. და მრჩება ისეთი წარმოდგენა, რომ დღეს იმდენად არა მოთხოვნადი არის უკვე ცოდნის რესურსი და კვალიფიკაციის, რომ ამაზე ხო შეთანხმდნენ სისტემის შიგნით. მაგრამ სისტემის გარეთაც უნდათ რომ იგივე მოსუფთავებული ველი იყოს და ვერ ხედავდნენ კონკურენტს საკუთარი თავისათვის ცოდნის სახით.
და ეს აკადემია იქნება თუ სხვა პროფესიული გაერთიანებები იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსოს. დაემსგავსოს სწორედ იმ უსტანდარტო სტანდარტით, რასაც სისტემა დღეს ამკვიდრებს საკუთარ თავში და მეორე უკვე სხვებთან მიმართებაში და ეხლა ეს შესავალიც იმიტომ გავაკეთე, რომ აი მათ შორის აი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად და აქაც მინდა გულახდილი ვიყო ეხლა ვარსკვლავებს არც ერთი იწყვეტდა და არც მეორე. ახლა მაგრამ ისტორია ჩვენი ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, მაგრამ რეალობა ესეთი არის, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილებაც მე ასე აღვიქვამ, რომ ეს არის აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ უნივერსიტეტი როგორც ცოდნის სიმბოლიზმი. აი ამაზეც ეს თქვა იერიშის მიტანა ხდება როგორც თუნდაც სიმბოლოზე ცოდნის ნიველირებისა და მისი ეს თქვა განულების. რომ არაფერი თქვა ეს არ შეეხება ახლა ეს ემოციურ მხარეს, მაგრამ არის აბსოლუტურად სხვა სიფრთხეში კიდე პრობლემები ამ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პროფილის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანება, იმიტომ რომ ხა თესეო არის აკადემიური, კლასიკური აკადემიური კვლევების, მაშინ როცა ტექნიკური უნივერსიტეტი არის პროფილური ტექნიკური სპეციალობების, ამათი გაერთიანება, ამათი შერწყმა, როცა ერთ-ერთი იდენტობა აქვს, მეორეს მეორე იდენტობა აქვს, მათი ისტორია, განსხვავებული ისტორია, ხო და აი ამ იდენტობების გაერთიანება, ასე შეწებება და რაღაცა აზელვა ერთი მეორეში და რას მივიღებთ ამის შედეგად რა უნდა დავარქვათ იმ ფრანკენშტაინს, რომელსაც მივიღებთ აი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, რომ არაფერი თქვათ, რომ აი ორი ადმინისტრაციული რესურსის, ამოდენა რესურსის გაერთიანება, ბიუჯეტები, არ ვიცი, აი ეს მართვის კოლაფსი, დადგება, არ დადგება, მოკლედ ეს ყველაფერი ერთად აღებული, რა თქმა უნდა, მეტად უცნაურია. ახლა ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას მოყვა ასევე უკვე სხვა ეჭვები, რომლებიც უკვე ჩვენს მიერ ნახსენებ აი მომხვეჭელობისა და სიხარვის ელემენტებს უკავშირდება, რაოდენ არ გვინდა ამ საკითხს გავექცეთ, მაგრამ მოდი და გაიქეცი, როცა უამრავი ფაქტი არის, რომ არც თუ იშვიათად ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ეკონომიკური გადაწყვეტილება ასეთი მოტივებით არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ამის ჩამოწერაც ყოველ შემთხვევაში დღეს ახლა ამ მომენტში, როცა ჩვენ მოვისმინეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, ერთ-ერთი პირველი რაც თავში მოგდის არის ეს მათ შორის. საუკეთესო ადგილებზე არსებული კორპუსები. ხო, კი ბატონო, კი, მაგრამ მე მაინც აი ეს პირველი თემა უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რომ კი, რა თქმა უნდა, ორივე სასწავლებელს აქვს თავისი ხარვეზი და ნაკლი, რბილად რო ვთქვათ, მაგრამ მაინც იცით აი კიდევ ერთი თქვა შედარება როგორ მოვიტანო მიუხედავად ამ ხარვეზიანობისა, მიუხედავად ამ ნაკლისა, განაუხარვეზო არის ქართული მედია, განაუხარვეზო არის ქართული პოლიტიკური სპექტრი, განაუხარვეზო არის სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მაინც ეს ის კუნძულები არის, რომლებსაც გაფრთხილება უნდა და იმ დღემდე მიტანა სანამ ჩვენ საშუალება გვექნება რომ გავნორმალურდეთ და რაღაც უფრო მეძე ვიფიქროთ. და დღეს როცა ამის ამოშანთვა ხდება და ამ კონსულების ამოძირკვა, აბა ჩვენ მაშინ რაღა გვჩება, როგორც საფუძველი ბაზისი, რომ ის როგორც წარმოგვიდგენია ქართული სახელმწიფო, აი ამ ბაზისზე მე დავაშენოთ. და ეს გაერთიანების პროცესი რა მექანიზმით აქვს მათ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ორივე უნივერსიტეტს თავისი პროფესორი და ადმინისტრაცია აქვს. ანუ ეს არის დაქვემდებარება თესეუზე თუ აი როგორ უნდა მოხდეს მათი ინტეგრირება. ვერ გეტყვით, მე სამწუხაროდ მე ახლა იურიდიული ტექნიკის კუთხით ეს შესაძლებელი არის. ამ ხრივ არავითარი პრობლემა არ იქნება, მაგრამ რაც შეეხება ფუნქციურ მხარეს ადამიანური რესურსის ვერ გეტყვით, მე რაიმე დეტალი არ მომისმენია, შეიძლება გაჟღერდა, მაგრამ ნუ ეს უკვე არა განა, იმიტომ რომ მეორე ხარისხოვანი არის, მაგრამ ნუ აქაც რაღაცას ალბათ შეძლებენ და გააკეთებენ, მაგრამ ეს ალბათ გავა ისევ ქართული არც თუ კონკურენტუნარიანი, მაგრამ მაინც ქართული განათლების ხარისხის შემდგომი დაკნინების ხარჯზე და კიდევ ერთი აი რაც აღსანიშნავი არის, რომ ესეც ცოტა ესეთი ეჭვების დონეზე არის, მაგრამ ხანდახან ასე მგონია, რომ კონტროლის გამტკიცების მიზნით თითქოს და გარკვეული სეგმენტების ერთ სექტორში, ერთ სფეროში რაღაც ერთად თავმოყრა, აი კონტროლის განსახორციელებლად რესურსის მიმართვას უფრო ხელს უწყობს, უფრო მიზანმიმართული ხდება ამ რესურსის მიმართვა, უფრო კონტროლის დაწესება და გამტკიცება უფრო იოლდება. აი ამაშიც შეგვიძლია ჩვენ ალბათ ერთგვარი რაციონალი და მიზეზი ვეძებოთ და
მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ზოგი შემოგვედავება ჩვენ რომ რა არის ამდენი კონსპიროლოგია და რა არის ამდენი ეჭვი, მაგრამ აბა გადავხედოთ გასულ წლებს და განა ეს გასული წლების მართვის სტილი და მანერა ჩვენ სხვაგვარი ფიქრისა და სხვაგვარი დაშვების საშუალებას და საფუძველს გვაძლევს სამწუხაროდ ვერა. თან ეს ყველაფერი ემთხოვა აი ამ განათლების რეფორმის რაღაცა ძალიან უცნაურ ფორმას. რომლის შინაარსიც ასევე რაღაცა ძალიან უცნაური და გაურკვეველია, რომელშიც უნივერსიტეტები რაღაცა კონკრეტულ ფაკულტეტებს უნდა მოემსახუროს, რაღაცა ქალაქებში უნდა იყოს გადაინი თითო ქალაქში თითო რაღაცა. ეს სქემა და ყველაზე უცნაური ახლა მე რაც მიჩნდება კითხვა, რა დანიშნულება ექნება განათლებას? მაშინ როდესაც ჩვენ აი ამ იზოლაციის, ინტენსიური იზოლაციის პროცესში მივდივართ და განათლება კონკრეტულად მოემსახუროს მე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ დაკვეთებს და კონკრეტულ ასე თქვათ ვაკანციებს. თუ ამ იზოლაციაში ჩვენ ჩავეშვით და გავითავისუფლებთ თავი მთელი საკაცობრიო ფუნქციებისგან, აქ ეს ხალხი სად უნდა დასაქმდეს? დიახ, ბატონო ირაკლი, არის ისეთი საკითხები, რომლებიც აი მხოლოდ წმინდა განათლების თემატიკას უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომლებიც მხოლოდ განათლების სფეროთი ვერ შემოიფარგლება, რომც განათლებაზე იყოს აი ტექნიკურად საუბარი და ერთი შეხედვით. ეხლა ჩვენ თუნდაც ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ერთ-ერთი არგუმენტი იყო თუ არ ვსწრები ესეთი რომ ესე იგი დასაქმების ბაზრიდან გამომდინარე და ეს თქვა აი მიწოდება მოთხოვნა შრომითი რესურსის რომ იყოს ოპტიმალური, მაგალითად არ გვჭირდება 700 ინჟინერი და თუ გვჭირდება 100, მაშინ უნდა მომზადდეს მხოლოდ 100. ეს ყველაფერი ერთის მხრივ შეიძლება ძალიან საინტერესო, ტექნოკრატიულად საინტერესო ჟღერდეს. თუმცა მე რატომ თქვი რომ მოდი ცოტა განათლების მიღმა გავიდეთ და როცა ვთქვი ცოდნის საკითხი და ცოდნა როგორც ოპონენტი და მოწინააღმდეგე ცოდნა რა არის ყველაფერთან ერთად ზედმეტ ფილოსოფიაში არ ჩამითვალოთ ძალიან გთხოვთ ნურს თქვენ და ნურს ჩვენი მსმენელი ცოდნა მათ შორის არის კრიტიკული მოაზროვნის ფორმირება და ინფორმირებული ამომრჩევლის თვითკმარი საშუალო ფენის ეს ყველაფერი ის სეგმენტებია რომელთა მართვა და კონტროლი რთულია იმიტომ რომ ეს თამოყარი არის ის თვითონ ჟის ის თავისი ინფორმირებულობით თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და არა ისე რომ შენ ჩაზახო და მან ამოძახოს ამიტომ არ მინდა ძალიან შორს გამექცეს ეს დაშვებების თეორია თუმცა აქაც შეიძლება ჩვენ ვეძებოთ გარკვეულწილად ჩვენთვის არც თუ სასიამოვნო ახსნა რომ აი გასაშუალოება, გაუფერულება ადამიანების და მათ შორის აი ამ კრიტიკული აზრის შეიძლება იყოს ერთ-ერთი, მე ბოდიშს ვითხოვ თუ ასე არ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბა დაგვარწმუნონ რომ ესე არ არის. იმიტომ რომ მეორეს რო ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ისეთი ხო, სანამ ეს განცხადება მოხდებოდა ამ თუნდაც ამ განათლების რეფორმის ფონზე რომ არ მოგწონთ, წადით. და ძალიან ცუდი და უხერხული ჩემთვის პარალელი არის ის რომ აი როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და 10,000-ობით რუსმა თან კვალიფიციურმა დატოვა რუსეთი გვიჩნდებოდა კითხვა ხო რატო მიეცათ მათ ამის უფლება და საშუალება შეიძლება იყო აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული პოლიტიკის მოტივი რომ ასეთი არასასურველი კრიტიკულად მოაზროვნე განათლებული ცოდნის მქონე კომპეტენტური ადამიანებისგან ქვეყანა შემსუბუქებულიყო და დარჩენილიყო დიდწილად აი რუსები რაც იყვნენ ბიდლა რომელიც უფრო მარტივად სამართავი არის რა და ხა თან ჩვენ კიდევ რას ვხედავთ ახლა ქართულ სივრცეში რომ ფაქტიურად ეს გადინება ქართული გენისა და აზრისა და ცოდნის არ წყდება იგივე შრომის ბაზართან დაკავშირებით ახლა კი მიიღეს კი აპირებენ მოგონი თუ ცვლილებების მიღებას აი უცხოელს შეუძლია თუ არა აქ და უცხოელი დასაქმდეს მაგრამ ეს დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა და ჩვენ უსაფრთხოების აბსოლუტურად სხვა კატეგორიის წინაშე დავდექით ინტელექტუალურ უსაფრთხოებასთან ერთად დემოგრაფიული უსაფრთხოება
და მას ხედავთ რეალურად ხო რომ ეს ამ ქართული რესურსის მიწოდებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დასაქმების კუთხითა და ბაზრის მოთხოვნათა მიხედვით. არაერთი ქართული კომპანია არის, მე მიგვირს ქართველი ბიზნესმენების, რომლებიც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მაგრამ კერძო საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათ უჭირთ კომპლექტაცია კომპანიების. დაწყებული დაბალ დანაზღაურებადი სამუშაოთი და არაფერს ვამბობ კვალიფიციურ სამუშაოზე და ამიტომ ეს ყველაფერი ერთად აღებული პრობლემა არის არა მარტო ბიზნესის გადმოსახედიდან, რომელიც შრომის ბაზრის დარეგულირებას უწყობს ხელს, არამედ რაც თავში ვთქვი, თავისუფალი საზოგადოების, თავისუფალი ქვეყნის და თავისუფალი მოქალაქეების ფორმირების პროცესს ასევე ზღუდავს. და ეს გაერთიანება, ეს კონსოლიდაცია, ერთი კოლგის ქვეშ მოქცევა და შემდეგ უკვე ამ კოლგის ვიღაცისთვის გადაბარება, რომელიც ამას დაიჭერს და ხან გახსნის ეს კოლგას, ამ კოლგას შენს თავზე და ხან კიდევ და დაკეცავს, ეს სწორედ ამ კონტროლის შეიძლება ერთ-ერთი საშუალება იყოს. ჩვენ არც თქვენ და არც მე არ ვესწრებოდით ამ გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობას და თქვათ მას და გასვლას, მაგრამ ხელწერა ის ისტორიული მემკვიდრეობა, რასაც ჩვენ ეს ხელისუფლება გვთავაზობს, სამწუხაროდ ვიმეორებ, რომ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მათ შორის ესეთი ვარაუდიც კი გავაკეთოთ. ბატონო ვიქტორ, მაგრამ მე მაპატიეთ ერთი კიდევ რა მაინტერესებს, ბატონო ირაკლი. თავრობამ ხომ მიიღო და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახლა მე ძალიან მაინტერესებს პროფესორის პოზიცია როგორი იქნება რექტორის. ეს საინტერესო საკითხი. ახლა დადგა მათთვის ჭეშმარიტების შამი. და როცა და მე არავინ არ თქვას რომ თუ გაიყუსებიან და ხმას არ ამოიღებენ რომ არა ისინი არაფერ შუაში ეხლა დადგა მათთვის არჩევანის შამი რომ შეიძლება თანამონაწილენი ნებსით უნებლიეთ გახდნენ აი მანკიერი პროცესის და ეს მაინტერესებს ეხლა ყველას. დიახ, მით უმეტეს საქმე ჩავურთავ რომ ძალიან ბევრი იყო სწორედ აი ამ კონსერვატიულ ნაწილში პროფესორის მხარდამჭერი აი ამ ასე თქვათ დღევანდელი ხელისუფლების და ახლა თუ არიან იგივეზე ეს ალბათ საინტერესო იქნება. აი გამოჩნდება, ხო? გამოჩნდება. და ქალბატონმა სანდუმ ალბათ გარედან ძალიან კარგად ჩანს ჩვენ ისა. სხვა ის ომში ბრძენია მოგეხსენება და შეაფასა ჩვენი რეალობა აბსოლუტურად ადეკვატურად რომ საქართველოში აი ამ რუსეთის აგრესიის შიშის გამო, ანუ აი ამაზე სპეკულაციით მოახერხა რუსეთმა საქართველოს თავის ორბიტაზე დაბრუნებაო. და აი ეს საფრთხე მინდა რომ შევაფასოთ. ეხლა მე ჩემი აზრით ალბათ უახლოეს ისტორიაში ამ 30 წლის განმავლობაში ყველაზე ანუ მინიმალურ ზღვარზეა დასული შესაძლებლობა რუსეთის აგრესიისა საქართველოში. დღევანდელი მოცემულობით ეს ჩემი შეფასება. მაგრამ ეს არის ძირითადი ერთგვარი რაღაცა თითქოს მამოტივირებელი ფაქტორი მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების, ან ირიბი მხარდამჭერების, რომ შეიძლება არ უჭერს ხარს, მაგრამ აი ეს საფრთხე ეჩვენება რაღაცა გარდამწყვეტ საფრთხე და აქვე ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ვიმეშინე რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე რა თქმა უნდა არის დემოგრაფიული საფრთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე არის ჩვენი სახელმწიფო ფუნქციის გაქრობის ანუ საფრთხე. აი ეს ორი საფრთხე უფრო მნიშვნელოვანია და ვიტალურია და გამომდინარე რომ ჩვენი დამოუკიდებელი შიდა პროცესები და შიდა პრობლემები და გარედან მომდინარე საფრთხე რომელთაც სპეკულაცია ხდება რომ აი ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ უძის არ დაგვემართოს ის მე მიმაჩნია ეს ჩემი აზრია და თქვენებურად გაანალიზეთ მიმაჩნია რომ არ არსებობს ამ მოცემულობაში არ არსებობს მით უმეტეს უკრაინაში ომის გამო. არის ესეთი მოსაზრება რომ რბილად ვთქვათ ეს შემწყნარებლობა რომელსაც დღეს მიუყვება შემწყნარებლობის პოლიტიკა რომელსაც დღეს მიუყვება ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება ამაზე ვისაუბრეთ. ერთგვარი გარანტია არის რომ ღია აგრესიას ადგილი არ ექნება. არის ესეთი მოსაზრება და მოდი ვთქვათ რომ ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ
არის მეორე მოსაზრებაც და ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტად სწორი რომ შემწყნარებლობა სხვა მაინც არა შემწყნარებლობა რომელიც გადის შენი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ამბიციის გვტომის ხარჯზე და მათ შორის გადის იმის ხარჯზეც რომ რაოდენ მაღალი არის იმ ქვეყნის ინფილტრაცია შენს პოლიტიკურ პროცესში და ჩვენ ეხლა ვერ გავზომავთ ამ ინფილტრაციის ხარისხს სწორედ იმიტომ აი ჩვენ რო თქვით რომ მზად ვიყოთ რომ ისტორია უფრო უსიამოვნო რაღაც მიიღებს ხო ჩვენ მათ შორის ამ ხრივათაც უნდა ვიყოთ მზად რომ ჩვენ რა დონეზე ვართ დღეს დაერთებული ამ ორბიტას. ხო, საინტერესო ვიშის მთავრობა ფიქრობდა იმასაც სანდუმთვა მაგრამ ჩვენ რა დონეზე ვართ დაერთებული ეს კიდევ ცალკე საკითხი არის და ამასვე უკავშირდება უკვე მეოთხედ ვამბობ რომ საქართველოში წვლილების შეცვლა ალბათ ვერ იქნება მხოლოდ ქართველთა ამოცანა ეს უნდა იყოს მათ შორის იმ ძალთა ამოცანაც რომლებიც დაინტერესებული არიან რომ საქართველოს დაუბრუნდეს ნორმალურ სახელმწიფოებრიობას და აღადგინოს თავისი რეპუტაცია და რენომე და იმიჯი. თორე ჩვენ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე ვიდრე ერთპარტიული მმართველობა, არჩევნების გაყალბება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ბოლომდე აი ეხლა რასაც ასე ხანდახან განცდა მაქვს რასაც ვხედავთ ეს არის აისბერგის წვერი და რაღაც სიღრმეებში კიდევ გაცილებით უფრო მძიმე და ტოქსიკური იმალება. ამდენად ეს ყველაფერი რატო თქვი რა რომ თუ როცა შემწყნარებლობა არის დაკავშირებული მათ შორის ასეთ მოვლენებთან ასეთი შემწყნარებლობა რომც ეს იყოს გარანტია ამ ღია აგრესიის აკვეთის ეს ერთი კრიტიკას იმიტომაც ვერ უძლებს რომ ხა დღევანდელ სოფლიოში ინტერვენცია ღია ფორმით განხორციელდება თუ ფარული ფორმით არ არის აუცილებელი მადამეს ტანკები შემოაგორო და ჩემი აზრით უფრო ნატიფი და უფრო ფილიგრანული პოლიტიკის შედეგი არის თუ ეს ზედმეტი ხმაურის გარეშე ხორციელდება. ამდენად შენ არითვლებოდე ფორმალურად დაპყრობილ ქვეყანად, მაგრამ ფაქტობრივად გარკვეულ წესებს ექვემდებარებოდე, იმიტომ რომ იმ სისტემაში ხარ უკვე შეთრეული, ურებით, ხო? არ მგონია რომ ეს დიდი ნუგეში იყოს იმ ქართული ეგოს დასაკმაყოფილებლად რომ არ იქა რუსეთის აგრესია არ წარმოებს თუმცა ერთიც უნდა შევახსენო რომ რუსეთის აგრესია ერთი წამით არ შეჩერებულა იმიტომ რომ საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან ის ტერიტორიები რჩება ოკუპირებულად და სოციალური ანექსია გრძელდება და ყოველ შემთხვევაში ზავის ხელშეკრულება რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის კი იმასაც არასრულებენ და ზავის ხელშეკრულება არ გაფორმებულა დიდ ურთიერთობები აღდგენილი არ არის და ამას როგორი მშვიდობა ეწოდება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის. ამდენად ამ ორ კონცეფტ შორის რომელი მშვიდობა ჯობია ესეთი მოჩვენებითი რომ შენ გონია რომ თითქოს და მშვიდობას რაღაცა უზრუნველყოფს და რეალური მშვიდობისკენ მიმავალი წინაპირობები და გარანტიები რაც შენს აქტივობაზე არის, შენს ფუნქციურ ჩართულობაზე არის, მოკავშირეებთან აქტიურ კონსულტაციაზე, სხვადასხვა სისტემებში შენი ჩართულობაზე გადის, ჩემი აზრით ეს გაცილებით უფრო მყარი გარანტია არის. მყარი გარანტია არის გაცილებით, მაგრამ არა აბსოლუტური, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ყველაფერი ძალიან შეფარდებითი არის. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ შეფარდებით უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოება შემთხვევით არ თქვი, იმიტომ რომ ნებისმიერი მშვიდობა ჯამში გადის შენს უსაფრთხოებაზე. რამდენად თვითკმარი ხარ, რამდენად ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა გაქვს. აბსოლუტური არა, მაგრამ შედარებით ეფექტიანი. აი ჩემთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ორი ურთიერთდაკავშირებული თემა არის, მაგრამ მშვიდობა და შემწყნარებლობა, მშვიდობა და დათმობა და მერე კიდევ რაღაც ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენ წამოვჭერით, ეს არის მშვიდობა ფიქცია და ეს ის მშვიდობა არ არის, რომელიც ჩვენ სიკეთეს მოგვიტანს. მადლობა ბატონო ვიქტორ, ძალიან საინტერესო თქვენ. მე ვიტყობ რომ უახლოეს მომავალში ეს ხუმულები ცოტა გაიფანტება. ჩვენ იმედი დავიტოვოთ. და ჩვენ იმედთან ერთად უნდა მივეძალოთ და მაქსიმალურად ჩვენი უნდა წადოთ რა, რომ ეს იმედი ვაქციოთ რეალობად. იღბალი ვერ გუშველეს. დაიხარეთ. მადლობა, ეს გახდათ ბატონი ვიქტორ ყიფიანი, მე ირაკლი ბეფარიშვილი. გადაცემა ამით დასრულდა, ჩვენ მომავალ კვირაში ვხვდებით ერთმანეთს, გემშვიდობებით.